ახლა კი პირდაპირ ეთერში ნატა ტაბიძე ჩაგვერთვება ვესტელიდან და კიდევ ერთი სიახლის შესახებ მოგვითხრობს. ნატა გესმის ჩვენი დილამშვიდობის. დილამშვიდობისა ვესტელი სარვა მარტო აქციის შესახებ ჩვენმა მაყურებელმა მე მგონი უკვე კარგად იცის, მაგრამ კიდევ ერთხელ გიამბობთ ამის შესახებ, იმიტომ რომ დღეს უკვე სასიხარულო ამბავი გვაქვს. მოკლედ, სარვა მარტო აქციით ვესტელმა 4 დედა გაახალისა და 4 ძალიან კარგი შვილის კრეატიული და საზრიანი საინტერესო აზროვნება გამოავლინა. ამის შესახებ დეტალურად ვისაუბრებთ მე და სოფო მაისურაძე, ვესტელის პიარისა და მარკეტინგის კომუნიკაციების მენეჯერი. მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი. დილამშვიდობისა სოფო. პირველ რიგში თუ შეიძლება კარგად რო გვიამბო, რაში მდგომარეობდა სარვა მარტო აქცია. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. როგორც უკვე იცის, ყველა ვესტელმა მარტში დედების გახარება გაამარტივა და ამ მიზნით გამოაცხადა 19 წლამდე მოზარდებისთვის კონკურსი, რომლის ფარგლებშიც უნდა გამოეგზავნათ მოზარდებს თხზულება დედაზე, სადაც აღწერდნენ საკუთარი სიტყვებით განსაკუთრებული რატომ არის მათი დედა. ჩვენ უკვე გამოვავლინეთ გამარჯვებულად. გაგაწყვეტნებ სოფო და რას მიიღებდნენ საჩუქრებს ეს ადამიანები თუ კარგ თხზულებას დაწერდნენ? ანუ ის მოზარდები, რომლებიც განსაკუთრებულად გადმოგვცემდნენ თუ რატომ არის მათი დედა განსაკუთრებული, მიიღებდნენ 2 სხვადასხვა ნომინაციაში, გამოვლინდება 2 გამარჯვებული. ყველაზე კრეატიულ შულს გადაეცემა ჭურჭლის არიცხი მანქანა უახლესი მოდელი, ეკომეგობრული მოდელი, ხოლო 2 ყველაზე მზრუნველ შულს გადაეცემა სარიცხი მანქანა ფაიროჯეტ სისტემით. კარგი და გამოვლინდა მე მგონი 4 გამარჯვებული, მაგრამ სანამ ამ ბავშვებს გავიცნობდეთ, მანამდე ყველას ძალიან მაინტერესებს რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ეს თხზულებები და რას წერდნენ ეს ბავშვები? ჯამში მივიღეთ 254 თხზულება. აბსოლუტურად ყველა გადავიკითხეთ და ძნელი იყო რომელიმე წაგეკითხა ან ცრემლების ან სიცილის გარშე. ყველა ძალიან ემოციური იყო და გულით დაწერილი, მაგრამ რა თქმა უნდა კონკურსის ფორმატიდან გამომდინარე ვიხემძღვანელეთ ბავშვების სიავალით და გულწრფელობით და ამ კრიტერიუმებით გამოვავლინეთ ეს 4 გამარჯვებული, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ აქ ყავს დედიკოებთან ერთად. კი ბატონო, 4 გამარჯვებული ჩვენთან ერთად არის და ეხლა ჩვენს პირდაპირ ეთერში გაიმართება სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი და ქრისტინე, გიგი, მარი და მართა, თუ შეიძლება მობრძანდით ჩვენთან, ბავშვებო, პირველ რიგში გილოცავთ, თქვენ გამარჯვებულები ხართ და თქვენთან ერთად თქვენი დედიკოები და სოფო გითმობ ასპარეს და თუ შეიძლება დააჯილდო ეს ბავშვები. მადლობა, ესე იგი პატარა 9 წლის ქრისტინე გოჩიაშვილმა გაიმარჯვა ნომინაციაში ყველაზე კრეატიული შვილი. გილოცავ ქრისტინე? მას გადაეცემა ჭურჭლის სარეცხი მანქანა. ასევე გიგი კუპრავამ გაიმარჯვა ყველაზე კრეატიული შვილის ნომინაციაში, რომელიც ასევე იგივე საჩუქრით დაჯილდოვდება. მარიამ აბაშიძემ გაიმარჯვა ყველაზე მზრუნველი შვილის ნომინაციაში, ხოლო მართა მელაძემ ასევე გაიმარჯვა ყველაზე მზრუნველი შვილის ნომინაციაში, მათ გადაეცემათ სარეცხი მანქანა საჩუქრით. კი ბატონო, ეჭვი არ გვეპარება, რომ ჟიური კომპეტენტური იყო და მათი თხზულებები ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ახლა რაზე წერდნენ ისინი და ამიტომ მინდა თქვენ გკითხოთ. მართა, გახსოვს რის შესახებ დაწერე, მოდი მოგვიყევ. რა თქმა უნდა ეს წერილი ეძღვენებოდა დედას და დავწერე თუ როგორ შრომა ჩადო ჩემსა და ჩემი მრავალი დაძმის აღზრდისთვის და ასევე წერილში მეწერა რომ მინდოდა ამ წერილით დედასთვის დამეფასებინა ის შრომა რაც მე გამიწია. შეიძლება რომ დააკონკრეტო მრავალი რამდენია, რამდენი დაძმა გყავს? ბევრი? 5 დაძმა და კიდევ მე-7 პატარას ველოდებით. რა მაგარია, ღირსი იყო ნამდვილად. მარტას დედა ამ ყველაფერს იმსახურებდა. მარი, მოდი შენც მითხარი, ჯერ მითხარი დედას როგორ გაუხარდა პირველ რიგში ეს ამბავი რო გაიგო და შენ რა დაწერე დედიკოს შესახებ? ჩემთვის თავარი იყო დედა გამეხარებინა ამ დღესასწაულებზე და არა მარტო ამ დღესასწაულებზე. მინდა რომ სულ გახარებული იყოს ჩემი საქციელი და ყველა ერთად იყოს ყოველთვის. და მე მგონი შეასრულა ეს ყველაფერი და დედიკა ძალიან გახარებულია, ხო? ძალიან მიხარია. ქრისტი, პატარა ქრისტი არის ჩვენთან ერთად. შენ რის შესახებ დაუწერე დედას? დედა ჩემს ჭურჭლის რეცხვა არ ყვარს და შეუძლია მთელი დღე ცოცხი და ჭორშასრუტი ეჭიროს. და ამის შესახებ დაწერე თხზულებაში? და გადაწყვიტა ვესტელმა რომ დედამ ხელით აღარასდროს აღარ გარეცხოს ჭურჭელი, ხო? კარგი და გიგი შენთან მინდა გადმოვინაცვლო სოფო მე საიდუმლო გამიმხილა რომ ლექსი დაუწერია გიგის შენ თვითონ დაწერე ეს ლექსი შეგიძლია წაგვიკითხო შენ ჯაფში დაფასებას რომ გავიზდები ვეცდები იქამდე კი შენ შრომა შეამსუბუქებს ვესტელი ძალიან მაგარია მოკლედ სოფო მშობლებიც არიან ხო ჩვენთან ერთად და მე მგონი არა მარტო მე შენს გაინტერესებს მათი აზრი თუ შეიძლება გთხოვთ დილამშვიდობისა მოგესალმებით
მობრძანეთ თქვენ თუ შეიძლება თუ იცოდით იმის შესახებ რა თქვენმა შულმა მონაწილეობა მიიღო ცოდი ნამდვილად ამის შესახებ ჩვენთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც კომპანიის წარმომადგენელი სოფო დაგვიკავშირდა გამარჯვების შესახებ გვითხრა ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზი იყო მადლობა ვესტელს და მადლობა გიგის პირველ რიგში რომ ასეთ სასიამოვნო საჩუქარი გამიკეთა გარდა იმისა რომ არაჩვეულებრივ საჩუქარი მიიღეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა გიგისგან მიიღეთ ლექსი წერს ხოლმე წერდა აქამდე ის რამდენიმე ლექსი დაწერილი აქვს თქვა საქართველოს ელია ჭავჭავაძესით და ეს ექსპრომტად რაღაც მარტივი ლექსების შეთხზვა შეუძლია და ეს გამაკვირვა ნამდვილად სოფო საამაყოა თქვენთვის რომ შთაგონების წყარო ვესტელი გახდა გიგისთვის და დიდი პოეტი გაიზარდოს უსურვოთ მე დედის გახარებაში რასაკვირველია ქრისტის დედაც ჩვენთან ერთად არის მოგესალმებით თქვენ იცოდით იმის შესახებ რომ ქრისტე აგზავნიდა გაგზავნაში დავეხმარე თუმცა დიდი მნიშვნელობა არ მიმიქცევია თარიღისთვის გამოვლენის იმიტომ რომ იმდენი მონაწილე იყო სიაში არ მეგონა მაინც ჩემ შულს თუ გამომართლებდა და აი ზარი რომ მიიღეთ და რომ გაიგეთ რომ თქვენმა შულმა გაიმარჯვა ძალიან მოულოდნელი იყო რო გაგვითიშეს სიხარულისგან ყვიროდით ორივე კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. სოფო, შენ დაუკავშირდი და შენ ესაუბრე მშობლებს, ხო? მოდი ვითხარი პირველი ემოციები და რეაქციები მათ. პირველ რიგში ვიტყვი რომ ყველამ ერთად ვესტელის მმართველმა გუნდმა ერთად წავიკითხეთ ეს თხზულებები და გამოვავლინეთ და შემდეგ როცა გამოვვლინდა გამარჯვებული უკვე დაუკავშირდით. პირველი ემოციები იყო ძალიან ისეთი მოულოდნელი, იყო პასუხები რომ საერთოდ არ იცოდნენ მათმა შულმა რა დაწერა თხზულებაში და ჯერ უნდა წაეკითხათ და ინახათ საერთოდ რა გააგზავნა რომ შემდგომ გაეცეთ ჩემთვის პასუხი კითხვაზე გვეწოდნენ თუ არა. და იყო ერთგვარი სიხარულის მოულოდნელობის ემოციები, რომლითაც ჩვენ ძალიან ბედნიერები დავრჩით, იმიტომ რომ ჩვენი კონკურსი ზუსტად ამას ისახავდა მიზნად, რომ გაგვეხარებინა დედები მათი შვილებით, რომ ამაყები ყოფილიყვნენ მათი შვილებით და აქვე დავძენ დავეტყვი ყველა კონკურსანტს, რომ მათი დედები მართლაც განსაკუთრებულები არიან იქიდან გამომდინარე, რომ მათ ყავთ ესეთი კარგი და გულკეთილი შვილები, რომლებიც მთელი ემოციებით წერდნენ და ცდილობდნენ გაეხარებინათ საკუთარი დედები. გულია ამიჩუღდა შენც აგიჩუღდა. ნამდვილად ბევრი ემოცია გქონდა, ვიტირეთ კიდევაც ზოგიერთ წერილზე ვიცინეთ კიდევაც, მაგრამ ბედნიერები ვართ, რომ საბოლოოდ შევძელით ობიექტურად გამოგვევლინა გამარჯვებული. ძალიან დიდი მადლობა სოფო და კიდევ ერთხელ შევეხსენებ მაყურებელს, რომ მარტში ვესტელმა ძალიან მარტივი გახადა დედების გახარება და 4 გამარჯვებული გამოვლინდა კონკურსის შედეგად ორმა მათგანმა, ორი ძალიან ნიჭიერი და ძალიან კარგი ბავშვის დედამ ჭურჭლის სარეცხის მანქანა მიიღო, ხოლო დანარჩენი ორის მშობელმა დედამ უკვე სარეცხის მანქანა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მე ვისურვებდი, რომ ყველა ჩვენგანს, ყველა ადამიანს ყავდეს მოსიყვარულე, თბილი, ძალიან კარგი შვილი, რომელსაც უნდა რომ დედას გაუმარტივოს მისი ყოველდღიური ყოფა და ცხოვრება და ძალიან დიდი კომფორტი შეუქმნას. დიდი მადლობა სოფო ამ აქციისთვის პირველ რიგში თქვენ. და დიდი მადლობა ჩემს რესპონდენტებს. კარგად ზანდებოდეთ, წარმატებებს გისურვებთ. ნატა, მადლობა, მოკლედ სასიამოვნო ნოტაზე გადავედით. ესეთი შვილი მე მგონი ყოველთვის სასიხარულოა ნამდვილად. 9 საათი სრულდება, ქრონიკაში უნდა გადავინაცვლოთ და უკვე ვრცლად მოვისმინოთ პოლიტიკური სიახლეები. ნინო, დილამშვიდობის და კიდევ ერთხელ. დილამშვიდობის.